Paralizებული კაზრეთი RMG Gold-ის თანამშრომლების შიმშილობას განაგრძობენ. გაფიცულებს ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი შეხვდა. უჩანანუაშულმა სიტუაცია საგანგაშოდ შეაფასა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა. კაზრეთში ჩასულმა ომბუდსმენმა პროფკავშირების ხელმძღვანელთან ერთად RMG Gold-ის მენეჯმენტთან შეხვედრაც სცადა, თუმცა ადმინისტრაციამ ისინი საწარმოს ტერიტორიაზე არ შეუშვა. კაზრეთში 2 კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც უერთდება. დახურულია სავაჭრო ობიექტები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. გაფიცულები ხელფასების ზრდას, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. სხვა შემთხვევაში აქციის მონაწილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. მდგომარეობა არის უპირობოსადმი წინე. ძალიან მალე შეიძლება უმართავ პროცესებს კონდეს ადგილი. აქ საუბარი არის უშუალოდ იმ პროცესებზე, რომ ადგილი აქვს მუშათა სამსახურების უფლებების უღეშ დარღვევას და მასობრივ განთავისუფლებებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის მოთხოვნები, რომელიც მიმაჩნია, რომ არის სამართლიანი. ჯეის მონაცემებით გაფიცულია არ მუშაობს არც ერთი საჯარო დაწესებულება, არ მუშაობს საჯარო სკოლები, პარალიზებულია საგანმანათლებლო სისტემა. ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ მოლაპარაკებისთვის მათ შემოთავაზებზე გუშინდელიდან გამომდინარე იყო ჩვენი წინადადებები, შემხედვი წინადადებები და ველოდებით მათ პასუხს თუ არიან მზად რომ ეს შემხედვი წინადადებები იქნეს განხილული შემათანხმებელ კომისიასთან ერთად, საგაფიცო კომიტეტთან ერთად, ამიტომაც ვართ აქ ჩამოსული. დღეს უკვე მე-14 დღეა ჩვენი გაფიცვიდან, ყავს მოშიმშილეები, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან უკვე, თითქმის ყოველ დღე გადავყავს ჩვენ სამართლებაში, დღითიდღე რთულდება ჩვენი მდგომარეობა. უკვე იმ მდგომარეობამდე მივალთ და იმ პირობამდე მივალთ იმ 5 მოთხოვნასთან ერთად ყველაზე წინა პლანზე გადმოვიტანეთ ჩვენ ამათი მენეჯმენტის შეცვლა.